მოხერხდება თუ არა სამომხმარებლო ფასების შემცირება საკითხზე მუშაობა გრძელდება. დღეს პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. მათ მთავრობის ადმინისტრაციაში პირველ საათზე ელოდებიან. მართლ გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ პრობლემა მოგვარდება და ის მალე აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ პროცესი დაგვიანებულია და შედეგიანი არ იქნება. შეგახსენებთ, სურსათის და მედიკამენტების გარდა სამთავრობო კომისია საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. ის რომ საქართველოში პროდუქტებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე და სხვადასხვა სერვისებზე ფასებმა უნდა დაიკლოს, ეს არის ფაქტი. ამაზე ჩვენ საუბრობთ ძალიან დიდი ხანია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ეს არის უბრალოდ პროპაგანდისტული ფარსი, ეს არის შეხვედრები, რომელსაც ოცნება არაპროფესიონალურად, არაკომპეტენტურად ახორციელებს, რომლის შედეგადაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ფასები მართლაც დაიკლებს, თუ შეიძლება მოიმატოს. ფასნამატი ევროპაში 20-30%-ია და საქართველოში 65% ხდება. რით ხსნიან ამას? რამდენად არის შესაძლებელი ამ ვითარების გამოსწორება? თუ ამ ნაწილში რაიმე საკანონმდებლო ცვლილება იქნება განსახორციელებელი და მე ვარაუდობ, რომ იქნება და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, ამ ნაწილზე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომისიაც იმუშავებს და მთავრობასთან ერთად დააინიცირებს და შემდეგ მოახდენს ცვლილებებს კანონმდებლობაში.